ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებების საპარლამენტო სესიაზე განიხილავენ. იქამდე კი განათლების კომიტეტზე განიხილეს, სადაც დეპუტატებს ცვლილებები განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარუდგინა. დეპუტატების განსაკუთრებული ინტერესი სკოლებში დაგეგმილმა ცვლილებებმა გამოიწვია. ამ ცვლილებების მიხედვით მე-12 კლასი ხდება ნებაყოფლობით. მე-11 კლასში კი აქცენტი გაკეთდება ეროვნული გამოცდებისთვის მზადებაზე. განმარტებითი ბარათის თანახმად ზოგადი განათლების ერთ-ერთი გამოწვევაა საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი. ამიტომ უქმდება სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება და თითოეული კლასის საფეხურზე სხვადასხვა საგნის სახელმძღვანელოები საერთო იქნება. მე-6 კლასის ჩათვლით ფორმების ტარება სავალდებულო ხდება. მობილური ტელეფონების გამოყენება კი სასწავლო პროცესში შეიზღუდება. არის კიდევ ერთი სიახლე. პირველ კლასში დაიშვებიან მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება. სკოლის ფორმებთან დაკავშირებით თქვენ ახსენეთ, რომ სახელმწიფო იქნება ჩართული და უფასოდ მიაწვდის ან გარკვეული შეღავათებით სოციალურად დაუცველებს 60,000 გულაზეა საუბარი. მრავალშვილიანობის კომპონენტი ხომ არ იგეგმება, რომ შემოტანილი იყოს. მითითებულია, რომ შიდა ნორმატიული აქტი სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს და განსაზღვრავს. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველა მოწყვლადი ჯგუფი მოვიცვათ, რაც კი შესაძლებელია. ზოგადად ფორმებთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ ცვლილებების მიხედვით წარმოდგენილია კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირის შექმნის სამინისტრო სისტემაში იმისათვის, რომ დავაზღვიოთ ღირებულების მკვეთრი მატების ნაწილი იქნება მაქსიმალურად ფორმების ღირებულება დაფიქსირებული და ამ ნაწილში არ ველოდებით რაღაც მკვეთრ ფასების ზრდას, ამიტომ ამ ნაწილში ვეცდებით მაქსიმალურად რომ გავაკონტროლოთ, ასევე სოციალურად დაუცველი პირებისთვის და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის მაქსიმალურად ვეცდებით რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს, რა თქმა უნდა, ამის შეძენა, თუმცა ამ ეტაპისთვის ძალიან გამიჭირდება კონკრეტულად გითხრათ ჩამონათვალი. რა უნდა ისწავლოს ბავშვმა მე-12 კლასში იმ შემთხვევაში, როდესაც ვამბობთ, რომ მე-11 კლასი თუ არის რეპეტიტორიუმი და გამეორებას ითვალისწინებს, მაშინ მე-12 კლასში რა ხდება? რა თქმა უნდა, განსხვავება არ და ვერ იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სასწავლო კომპონენტები უნდა დასრულდეს 10 წლიან შუალედში, ხოლო მე-11 კლასი იქნება დათმობილი მთლიანად იმ დაახლოებით 15 საგანთან დაკავშირებით ამოარჩევს მოსწავლე იმ საგნებს, რომლებიც უნდა მისაღებ გამოცდებზე ჩააბაროს. ანალოგიური საშუალება მას ექნება მე-12 კლასში, მას შეუძლია დაიმატოს სხვა ტიპის საგნებიც მისი სურვილის შემთხვევაში, რაც შეეხება ატესტატებს. ატესტატი გაიცემა 11 კლასის დასრულებისთანავე, ანუ ეს არის დამასრულებელი კლასი, ასე ვთქვათ, ხოლო მე-12 კლასთან დაკავშირებით ატესტატის ცვლილება კი არ მოხდება, არამედ დანარჩი იქნება ასახული. თუ ელექტრონული კომუნიკაციების საგაკვეთილო პროცესს ხელს უშლიდა საჯარო სკოლებში, ჩვენ შემოვედით წინადადებით, რომ რა თქმა უნდა ეს ფორმატი განხორციელდეს კერძო სკოლებში და მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ეს როგორც საჯარო სკოლებში, ისე კერძო სკოლებშიც იქნას დადგენილი, რადგან ზოგიერთ კერძო სკოლას გააჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით რეგულაცია, მაგრამ ძალიან ბევრ სკოლაში ასეთი რეგულაცია არ არის. მაქსიმალურად საკანონმდებლო ცვლილებების დროს სამინისტრო ერიდება კერძო სკოლებთან დაკავშირებით, კერძო უნივერსიტეტებთან დაკავშირებით, კერძო სტრუქტურებთან დაკავშირებით გარკვეული ტიპის რეგულაციების დაწესებას, ამიტომ ჩვენი წარმოდგენილი რედაქცია გულისხმობდა მხოლოდ სახელმწიფო სკოლებში შესაბამისი ელექტრონული საშუალებების შეზღუდვას. გავითვალისწინებთ ამ შენიშვნას, მე ჩვენ გიდასტურებთ იმას იგივე აზრი მაქვს მეც, რომ თუ ვავრცელებთ, უნდა გავრცელდეს ყველგან. სახელმწიფო წინასწარ უსახავს მიზნებსა და შედეგებს. რაც ცნებები უნდა ასწავლოს მასწავლებელმა, მოსწავლეს. მაშინ, როცა მასწავლებელი უნდა იყოს თავისუფალი სწავლების პროცესში და ამ მეთოდებს თვითონ არჩევდეს. საბოლოოდ კი მივდივართ ისევ ერთ გადაწყვეტამდე და ერთ სახელმძღვანელომდე. ეს რას ემსახურება, როცა ისედაც მწირია ქართული რესურსები, იცით თქვენ ამასთან დაკავშირებით და სად არის გარანტია, რომ სამინისტრო არ შეარჩევს ავტორებს პოლიტიკური ნიშნით. აქ არ იგულისხმება რაიმე ტიპის შეზღუდვა, არამედ საუბარია იმაზე, რომ ხშირად არის ლიტერატურა გაუგებარი, არის სხვადასხვაგვარი და აქედან გამომდინარე უბრალოდ სისტემატიზაციას ვფიქრობთ ამ ნაწილში, რომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით გარკვეული ტიპის პოლიტიკა აწარმოოს. რაც შეეხება კვალიფიციურობას, მე ხა მოვერიდები რაღაც კონკრეტული მაგალითების დასახელებას, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ ქვეყანაში თუ ამ მიმართულებით კონკრეტული ექსპერტები, პროფესორები, მასწავლებლები, პედაგოგები, სახელმძღვანელოს გამოცდილების მქონე ავტორები არსებობს, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა იყოს ჩართული და მოვერიდები ხა პოლიტიკური ნიშნით სახელმძღვანელოს ავტორის შერჩევა როგორ უნდა მოხდეს, მართლა ვერ გეტყვით.
უფასოკვებასთან დაკავშირებით, თუნდაც რომელიმე ყველაზე გაჭირვებული რეგიონი რომ ავიღოთ და იმ რეგიონში საპილოტო პროექტი გავაკეთოთ, იმიტომ რომ შეერი ბავშვი ვერაფერს ვერ მოისმენს, როგორი ლამაზი ოთახიც არ უნდა მოუწყოთ და როგორი პირობებიც არ უნდა შეუქმნათ. ამასთან დაკავშირებით სამინისტროს რამდენჯერ მეკონდა წლების განმავლობაში ინიცირება, ძალიან რთული საკითხი არა მარტო ფინანსურ ნაწილში, არამედ იცით თქვენ სურსათიუნებლობის ნაწილში ბავშვებს ეხება და ამიტომ მაქსიმალურად უნდა იყოს ძალიან ბევრი პარამეტრი გათვალისწინებული. მოვინიშნეთ მაქსიმალურად ვეცდები რომ დამატებითი ინფორმაცია მოვიძიო, რამდენად შეიძლება თქვათ ექსპერიმენტის სახით ვიფიქროთ თქვათ სხვადასხვა სკოლებში შერჩევასთან დაკავშირებით. რადგან გაერთიანება უკვე დაანონსებულია, კითხვები მოდის რომ წელს 2026 წლის და ასევე 27 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები როგორ ფორმატში ჩატარდება. ფორმატში გულისხმობ თქვათ უნივერსიტეტები წლევან წელს უკვე გაერთიანებული იქნება და ერთიანი უნივერსიტეტი ექნებათ სტუდენტებს მოსანიშნი თუ ცალცალკე შეიტანენ ცალცალკე უნივერსიტეტებს ჩაწერენ. რეორგანიზაცია არის პროცესი და არა ერთჯერადი ფაქტი. შესაბამისად, ის გულისხმობს გარკვეული პერიოდის დროის დინებაში შესაბამისი პროცედურების განხორციელებას. შესაბამისად, ის შეიძლება მინიმალურად დაახლოებით ვფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს მინიმუმ 6 თვე და მაქსიმალური შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ საჭირო იქნება იმისათვის, რომ ყველა პროგრამების გადაწყობა მოხდეს, დადარება მოხდეს